ადამიანები ცდილობენ რომ შენი გონება, შენი ფიქრი და შენი მისწრაფება მიწიერი ცხოვრების მოწესრიგებით როგორმე დააკავონ. თუ მიწიერ ცხოვრებაზე ეჭვი შეგეპარა რომ ვეღარაფერი ვერ გამოვა, იწოდებენ პესიმისტი ხარ. ოპტიმისტი უნდა იყო. მაგრამ რეალობა სულ სხვა არის. მე აზრზე არა ვარ მართლა ვინმე ფიქრობთ რომ ეს ცხოვრება გასწორდება? თუ კი უფალი იესო ქრისტე იმას ამბობს რომ მოვალ ვნახავ კი სარწმუნოებას? დავიჯერა შეცდა? თავარი აზრი ჩვენი ის არის როგორმე ჩამოაყალიბათ ჩვენი თავი ზეცის მკვიდრთათვის, ანგელოსთათვის, ღვთისმშობლისათვის და წმინდა სამებისათვის მოსაწონად. ჩვენი ფუნქცია მეტი არა თუ შენ ამას აღწევ, ამ ქვეყანაზეც კარგი ხარ და იმ ქვეყანაზეც კარგი ხარ. ის რომ მაგის გარეთ შენ ჩამოყალიბდე, ვერავით არ შემთხვევაში ვერ ჩამოყალიბდე. მგელი თუა ადამიანები მგლის მსგავსები არიან, რომელიც გინდა პოლიტიკური ფორმაცია შეუქმენ, რაც გინდა უქადაგე მგელი მგლად არჩება. მგელი მგლად არჩება. ამიტომ ერთადერთი გზა არის ნორმალური ცხოვრების მოსაწესრიგებლად ვისაც აქვს სურს, კარი კარ უნდა ვიარა და ეს მგლები როგორმე კრავის ბუნებით შემოსვათ. აბა გადით თქვენ ახლა სოფლებში მე დავდივარ. როგორ გამოთაყვანებული ხალხია. როგორი გაუზრდელოებული ხალხი არის, ღვთის სიტყვის გაგონებას კი არ უნდა. საოცარი არის ერთხელ მე ციგნები გამოდის ახლა თქვენში. მამა გიორგი ბასილაძეს შესახებ 12 წელიწადი ჩემი მღვდელი იყო ესა. ფეხით მოსიარეს რომ ეძახიან. და დავდივოდი ხოლმე მარტო ქადაგებდი. ერთხელ ამას უფრო შევნიშნე რომ სარწმუნოება ჰქონდა, თუმცა მარტო ლოცულობდა. შევსულვარ მარტო ლოცულობდა და მიკვირდა იქ მე ზესტაფონის მღვდლები და ესენი ვერავის ვერ ხედავდი რომ ლოცველი ყოფილიყო. ამას გაუთხარ რომ მამა გიორგი მეთქი. ამოდი მეთქი შენგენა ცვალე მეთქი და ეხლა მარტო მეთქი ვქადაგებდა. მოგდაზე და ხალხსა ჩემი ქადაგება შეიძლება და სხვას რო დაინახავენ მეთქი. იქნებ მეთქი მეტი რაღაცა გაიგონა. და მამა გიორგი მითხრა, რა შენ მართლა გჯერა რომ ეს ხალხი სარწმუნოებაში მოიქცევო? ეს ხალხი სარწმუნოებაში არ მოიქცევო. მე ვთქარ, წამოდი მეთქი, სადოთ მეთქი ჩვენა. არა, რას ლაპარაკობ, ეს შეხედე ხალხო. რის სარწმუნოება მათაზე სარწმუნოებაში ძვიერი ხალხია. როგორც იქნა წამოვიყვანე და როცა ხალხის წინ გამოვიყვანე, აღარ გამოდის. არა, აბა შეხედე, ამათ თვალებს შეხედე, ესენი მომქცევები არიანო. ნუ მე იძულებული გავხდი გამოვე ვიქადაგე მერე. ვიქადაგე კიდევ მინდოდა რომ რაღაცა სხვასაც ეთქვა და ვაბდე და მერე ხელი ვკარა ესე. გადიმეთქი. და რო გაბრაზებული გამოვიდა და ესეთ სიტყვები თქვა, ხალხნო, 10 თითი არის ხედავთო? წამე თუ კაცო რა მოგივიდა იღუპებით. ეს ხალხი იღუპება. ხალხმა არიცი ჯოჯოხეთი რა არის. სანამ უბედურობა არ მოდის ადამიანთა თავზე იქნომდე ვერაფერს ვერ მიხვდება. ომი არაფრად არ მიაჩნია ხოლმე ადამიანსა და როცა დაიწყება ომი, მებრე დაინახავენ ხოლმე იმ ომს რა შედეგი მოხდება და როგორი გლომო მოხდება ხოლმე. შექსპირის გამოთქმა არის, ვინც არ დაჭრილა იარასაც არაფრად აგდებსო. თუ არ დაიჭერ, თუ ის არ ნახე, შენ ხო არიცი ის რა არის, გადმოცემით ვიცით რომ ეს არის უფალი გვეუბნება სადაც იყოს მარადი, ტირილი და რჭენაკბილთა. თუ იმ ტირილ და რჭენაკბილისთა არ გიდა ერიდო, მაშინ ადამიანზე ჩერჩეთი არაფერი არ არის. ეს ეკლესია არის მოსამზადებელი მარადიული სიცოცხლისათვის. თუ შენ ჩამოყალიბდი, მაშინ დედამიწაზეც კარგი ხარ. სანდო ხარ და თუ ვერ ჩამოყალიბდი, არც აქ ვარგი ხარ და არც იქ ვარგი ხარ.
საოცარ სიტყვებს ამბობს ამპერი. თავის მოწაფეს ეუბნება, მოწაფევ ჩემო, არ გაგიტაცო სამ მეცნიერულმა კვლევამ და უფალს არ მოწყდეო, ამიტომო ცალი ხელით იკვლიე მეცნიერება და ცალი ხელით ჩაეჭიდე უფლის კალთას, რომ უფლის კალთას არ მოწყდეო. ცალი ხელით ვიტრიალად ჩვენ ამ ჩვენი ეროვნულია თუ რაღაცა თუ მიწიერი ცხოვრებისათვის იქნებ მოაგვრავე, მაგრამ მოცილება და შემოbrunება რომ ვითომა ეგ რაღაც გაუკეთებ, ამ ერთს რას მე გაუკეთებ? ამ პლანეტას გაუკეთებ რას მე? ილია ჭავჭავაძემ ვერ გაუკეთა, ტყვია დაახალეს. ვაჟაფშაველა ჩარგალში შეყუჟეს. თქვენ ხო არ გონია ჩარგალში მართლა იმავე თამას წონდა და იმიტომ შედიოდა. ძალიან ძნელი არის რომ მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა, ჩამოვიდა, გააგდეს. იმ თონეთიდან გააგდეს, აიძულეს, გამოეკიდნენ. შემრისხეს ექსორითაო. თან ცრემ საფრქვევდნენ ღვარადაო. თიდამაც უნდა გაგაგდოთ. ბინა არა გაქვს ბარადაო, გაალესეს ჭორიშუბები ზედმე დამაგეს ტარადაო, ყველა ჩემს წყევლად იწვევენ, დადიან კარი ყარადა. საკირის ცეცხლი დაართვეს, ვერგულვი დასაწველადაო. და მერე ამბობს, თეთრი ჰქვია ყველგანა, შავი დარჩება შავადა, ვერვინ მოიხვეჭს სახელსა, მართალთ მტრობით და გმობითაო, ინდიც ეწახდეს ქვეყანა, არც კი ითქმოდეს ეზო, გასწორება ამ ხალხისა, ძალიან ძნელი არის. ეს ეკლესია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ შენ უპირველეს ყოვლისა, შენ ემზადები სასუფევლისათვის და მოაწონე შენი ქცევით, შენი შინაგანობით ღმერთ თავი, მოაწონე უფალს, რომელმაც შენთვის სისხლი დაღვარა, მოაწონე თავი რო კარგი ხარ. მოაწოდე შენს ანგელოზებსა, რომ შენ არა ხარ ურჩი, არა ხარ ფლიდი, არა ხარ სიტყვის გამტეხი, არა ხარ უკეთური, არა ხარ გარყვნილი. მოაწონე თავი და მოაწონე შენი გარდასულ მართალთა კრებულსა, შენი თავი რომ შენი გვიგიღან. ეს ამთავარი. თუ კი შენ ამას შეძლებ, რადგან გინდა იმაზე რომ დედამიწაზე რა გააკეთა, შენ დედამიწაზე ანგელოზი ხარ და თუ კი ასეთი ანგელოზები გამრავლდებიან, დამთავრებული არის დედამიწაზე ცხოვრება მოწესრიგებული იქნება და თუ ვერ მოწესრიგდა მასიურად და ჩვენ მაინც მოიწესრიგა ჩვენი თავი. აი ინდივიდუალური ატაცება იყო მარიამ ჩუბინიძისა, ინდივიდუალური ეგეთი საოცარი ატაცება მე არ მინახია. უბრწყინვალესი, ჩამოყალიბებული, უპრეტენზიო ეტყოდი მარჯვნი წავიდო და ეტყობდი მარცხნი, მას ეს თვისება არ ხონდა რომ მარჯვნი ვწადი და არა მარცხნი წავალ, არ ხონდა ასეთი თვისება, ეს საოცარი ხალი იყო. და მერე ალბათ საიდან ვითომ სასიკეთოდ ვიზა მოუვიდა რომ იტალიაში ჩვენ გიშოვეთ ვიზაში, არ გინდა ფული, თქვენ იცით რომ ვიზაში რამდენს იხდიან რომ ხიდიან და სახლებს დებენ, რა ვიცი, იმავე და ჩამოდიან და რო ვეღარ იხდიან, ზოგი თავში ხვდება, ზოგი რაც. ყველაფერს გიკეთებთ, ოჯახიც ნანახია, ჩამწანდი და იყავი შრომი. და ცეხლი რისთვის მიდიოდა ეს ქალი წასულიყო. და საგონებელშია ჩავარდნილი. ჯდა საკა საგონებელში მგალობელი უფალთან, უფლის ფარველი კაცის ქვეშ არის და სიხარული აქვს, გალობს ეს ქალი. ლუკმაპური არაკლია. უნდა წავიდეს იქა 3 წელი იქნება, 4 წელი იქნება და უნდა იმუშავას და უგზავნოს ძუძუთა ბავშვი არც ერთი არ ახავ, ყველა სრულასაკოვანი არის პირიქით, მან თუნდაც სერპატივს არა, მაგრამ რაღაცაზე უნდა ცდუნება, გადავიდეს რომ ოჯახი უნდა ეკონომიურად აყვას, აღორძინას. როგორ შემსა? სამჯერ გადაწერის დროს რაღაცა შეცდომა მოვიდა და სამჯერ დაიბარეს და გადიოდა ეს დრო სამჯერ. იმ იტალიაში იცირისთვის უნდა გასულიყო, იქ არც მინისტრად ვინმე დაგაყენებს, არც მმართველა და იქ უნდა ვიღაცა მოხუცი უნდა, ან ურწმუნო იქნება, ან ვიღაც ბედური იქნება და ის 100 კილოიანი ქალი იქნება და უნდა დააყენო, ის უდნო შეუღო, გამოუღო მთელი ამბავი ესა და აი ამ დამამცირებელი იმისთვის და სადღაც შეიძლება ისიც კი არ მოგცენ. აქ ვიღაცა მეუბნებოდა იქ რო ვიყავითო, ადამიანება დავწრიდენო ტელევიზორს რო შევხედავდეთო, ასე გვეუბნებთ, რადგან გინდა ტელევიზორის ყურებაო. შენ არ გვანია რომ იქ ეხლა იმ მონამორჩილი მონებად გავდივარ და
როცა სამჯერ დააბრკოლა და აი მე რო წავალიო ნეტარ სარწმუნოება როგორ მექნება ნეტარ სარწმუნოება შიმას ფიქრობდა აი მივდივარ კი მაგრამ რაღაცა ფეხი აკეთებაო ადგა და უფალმა დაინახა იმის გულწრფელი სარწმუნოება და ვიზა შეუცვალა იტალიის ვიზა სუდნოების ტარებისა შეუცვალა იმით რომ უკეთეს ვიზას გადლებდა აი ესე სკოლაში ჩაატარა მეუბნება რომ იქ ცოტა რაღაც შეცდომა იყო აი რაღაც ერთი პერიოდი ერთი პატარა რაღაცა გალობლები ცოტა რაღაც ვერ გამოუვიდაო და სანამ გარდაიცვლებოდა რა კარგი ხმა ახსო იმ მამესაო ისე კარგა გალობდაო სანამ გარდაიცვლებოდა და მე ხდება რომ წავიდა წინაკვირას ილოცას უყელაფერი გავიდა იქ სამსახურში ჩაატარა გაკვეთილები მოვიდა კიდევ მოსწავლე გახლდათ იქა ამეცადინა დაამთავრა ლოცვა და აი ესე წავიდა ამას ქვიან ატაცება ინდივიდუალური ატაცება უფალმა დაინახა მისი ამაგი და მისი ღვაწლი და იტალიის დამამცირებელი ვიზა სასუფეველის ვიზით შეუცვალა აი ამას უნდა მივახცე ვერვინ ვერ მოატყუებს ღმერთსა თუ თქვენ ცოდვაში იტრიალებთ მოატყუებთ თქვენს თავსა მოატყუებთ თქვენ დაიმახსოვრეთ სახელი მინდა შეგახსენათ კიდევ ღმერთის ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ 10 მცნებაში არცი არის გადმოცემული მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი მამათა სოდვების მომკითხავი შვილებში და შვილიშვილებში მესამე და მეოთხე თაობ ატყვილე მომატყვილე როგორ კარგი მორწმუნე ხარ აი დავინახე ხო როგორი კარგი შეხედულება დაგჭა მე კი დამრჩა შეხედულება მაგრამ ღმერთ დარჩა ეგ შეხედულება ან შენს შთამომავლობაზე გადაიტანე სიკეთე თუ არა შენი სუღლუტი სარწმუნოებით რომელსაც შენ ადამიანს აჩვენებ და შენ კი არა ხარ შენ ამით 4 თაობას ანადგურებ შენსასა შენ შვილებს შვილიშვილებს და მის შვილთაშვილებს ჩემო სიხარულებო ნუ ვიქნებით ჩვენი თავის მომტყუებლები ნუ ვიქნებით ერთმანეთს მომტყუებლები ღმერთს ვერ მოატყვილებთ ჩამოვყალიბდეთ და თუ ზეცისთვის ჩამოვყალიბდით ჩვენ აღარ გჭირდება იმის თქმა რომ ვინმე გითხრათ რომ აი მიწაზე ცხოვრება მოაწესრიგათ ანგელოზი ხარ და მოწესრიგებულია ცხოვრება ამას არ ვაკეთებ ჩვენ გვინდა ისე არა აი ისე გეტყვი აქეთ არა მგელი მგლად დარჩება არავით არის აზრი არა გლის რომელიმე საზოგადოების მოწყობ მგელი რჩება მგელად და უნდა ჯერ მგელი გარდაიქმნა სასიკეთო ღმერთმა დაგლოცავთ გილოცავთ გზობის დასაწაულსა